გუძღებიშვილის მაგალითია, შემდეგ როდესაც აირჩევს ის საკუთარ ნებაზე სიარულს, თუმცა მისი ნება არ არის, რა თქმა უნდა, კეთილი და სახიერი და მამის სახლში ყოფნა, ანუ ეკლესიაში ყოფნა და ამის გარეთ რა ემართება, ძალიან მკაფიო მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ რატო უნდა მოვიდეს ადამიანი ღმერთთან. ამ შემთხვევაში აქ ამიგავშის მიხედვითაც ეკლესიაში, ანუ მამის წიაღში, სახლში. სასუფეველის ყველაზე ნათელი გამოხატულებას არის წმინდა ეკლესია და ღმერთთან დაშორება და ეკლესიასთან დაშორება ეს პირდაპირ პროპორციული ერთმანეთთან. ეს ყველამ უნდა იცოდეს და ამას, რა თქმა უნდა, ყველა წმინდა მამა ამაზე საუბრობს. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. და ერთ-ერთი თანამედროვე მოძღვარი წერს თავის ერთ-ერთ წიგნში, ცნობილი წიგნი არის და ამბობს, რომ აი ჩვენ ყველაფერი გქონდეს, რასაც ლოცვებში ვითხოვთ ხოლმე. აი ეს თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობა, მშვიდობა, წარმატება, რამდენი დავრჩებოდით ეკლესიურები, გულში რომ ჩავიხედოთ. ანუ ეკლესიურიც ადამიანებშიც კი, ვინც წირვაზე დადის, ვინც ლოცულობს და ვინც მაზიერებელია.